კალათბურთის სამოყვარულო გუნდი აფხაზეთი ლიგის დაარსების პირველი წლიდან ასპარეზობს. წელს უკვე მესამე სეზონი ტარდება. ლიგის დამფუძნებელი მიხეილ ამაშუკელი, რომელიც ამავე დროს გუნდის შემადგენლობაში ირიცხება, მისი შექმნის მიზეზებსა და პერსპექტივებზე საუბრობს. აღსანიშნავია, რომ კალათბურთის სამოყვარულო გუნდი აფხაზეთი ძირითადად აფხაზეთიდან დევნილი სპორტსმენებითაა დაკომპლექტებული. მთავარი მიზანი ლიგის შექმნის იყო ის, რომ ჩართულიყვნენ აქ ადამიანები, რომლებიც მოყვარულები არიან ამ სპორტის, ყოფილი მოთამაშეები არიან, და ახალგაზრდები, რომელთაც საშუალება არ აქვს, რომ პროფესიონალურ დონეზე მიიღონ მონაწილეობა და იასპარეზონ კალათბურთის სუპერლიგაში. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეგვექმნა რაღაცა ლიგის დაგვარი, რომელსაც მიეცემოდა სერიოზული ფორმა და შესაბამისად სამოყვარულო ლიგის ფორმატი შევქმნით. პლუს ამას მნიშვნელოვანია ის, რომ სამოყვარულო სპორტის განვითარება არა მარტო კალათბურთში, არამედ სხვა სახეობაშიც ძალიან დიდი სტიმული და დიდი მიზანი არის საბოლოო ჯამში, რომ ადამიანებმა თავისი პოტენციალი გამოავლინონ. სამოყვარულო ლიგაში შემავალ გუნდებს ძირითადად კერძო ბიზნესი აფინანსებს, თუმცა აფხაზეთის ნაკრები გამონაკლისია. გუნდს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აფინანსებს. ეს თანხაკი სპორტსმენების აზრით წარმატებული თამაშისათვის საკმარისი არ არის და იმედოვნებენ, რომ დაფინანსებელი მალე გამოჩნდება. სპონსორებს აფხაზეთის მთავრობა რა, ვისთვისაც დიდი მადლობა გვინდა გადაუხადოთ მათ, კერძოდ განათლებისა და კულტურის სამინისტრო, რომლებსაც შეაქვთ გუნდისთვის სასიცოცხლო დაუცილებელი თანხა. კერძოდ სპონსორი არ ყავს და ვიმედოვნებთ, რომ ალბათ ამ კუთხითაც მთავრობა დაგვეხმარება. არა გვაქვს ახლა ჩვენ იმის ფუფუნება და საშუალება, რომ სანამ შევიკრიბოთ დარბაზი ვიქირაოთ და აუც ესე თამაშიდან თამაშზე ხვდებით ხოლმე ერთმანეთს. ფინანსური პრობლემების მიუხედავად აფხაზეთის სამოყვარულო გუნდი ყოველ წელს საუკეთესო ჩამონათვალშია. იგი მესამე წელია პლეი-ოფში გადის. ჩვენ რეგულარული სეზონი გვაქვს და მე 8 საუკეთესო გუნდი გადის პლეი-ოფში. და მესამე წელი არის აფხაზეთის გუნდი გადის, თუმცა წელს უფრო მეტი მიზნისთვის იღწვის გუნდი და ამის პოტენციალიც გააჩნია. პირველ წელს აფხაზეთის გუნდმა აიღო მე-6 ადგილი. მეორე წელს იყო 15 გუნდი. 15 გუნდიდან მე-5 ადგილზე გავედით და წელს 10 გუნდია, ეს ალბათ სპონსორების სინაკლებემ გამოიწვია და თანხებთანაა დაკავშირებული ყველაფერი და წელს მე-6 ადგილზე ვართ ჯერჯერობით, მაგრამ ყველაფერი წინ არის. კალათბურთელები სამომავლოდ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის სამოყვარულო გუნდებთან შეხვედრებს გეგმავენ. ჩვენი დიდი სურვილი არის, რომ იმ დონეს მივაღწიოთ, რა დონეც არის ევროპაში და ჩავებათ იმ საერთაშორისო სამოყვარულო ასპარეზში კალათბურთის კუთხით. თუმცა ეს ყველაფერი ფინანსებთან არის დაკავშირებული და ჩვენი ლიგა და მასში მონაწილე სპორტსმენები არიან მზად, რომ სათანადო წინააღმდეგობა გაუწიონ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის სამოყვარულო კალათბურთელებს.